თბილისი მერიოდიდან ნატა მახულაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ ნახევარ საათში ჯო ბაიდენისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება. ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის პირველი დღე პრეზიდენტის სასახლეში ვახშმით დაიწყო. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა. მის სასალმებელი სიტყვის ბოლოს კი ამერიკის მეორე პირმა ჭიქა მოითხოვა და საქართველოს სადღეგრძელოს შესვა. ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრეზიდენტთან ვახშამზე ზუსტად 9-5 წუთზე მივიდა. მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ სტუმარს ახალი სასახლის ეზოში დახვდა. მიღებაზე მისულ ყველა სტუმარს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სათითაოდ მიესალმა. პრეზიდენტის სასახლის მთავარ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა და ჯოზეფ ბაიდენმა ოფიციალური ვახშმის დაწყებამდე მიმართეს. ჩემთვის უდიდესი პატივია მოგესალმოთ აქ საქართველოში, ამ შესანიშნავ ახალ შენობაში. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობა განსაკუთრებულ პატივს წარმოადგენს. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღიქვამს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას და მათგან კიდევ უფრო ცოტას აღმოუჩენია ჩვენთვის ისეთი ძლიერი და ბრძნული მხარდაჭერა, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ. დიდ მადლობას გიხდით დახმარებისთვის. ჩვენ ახალი სახელმწიფო ავაშენეთ, მიუხედავად იმისა, რომ არც ზეწოლა, არც პროვოკაციები, არც ემბარგო და არც შემოსევა და ოკუპაცია დახვლებია. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რაც გაკეთდა, მაგრამ ისიც კარგად გვესვით, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. აი, ამიტომ გამოვაცხადე ორშაბათს პარლამენტში დემოკრატიული რეფორმების ახალი ფაზის დაწყება. მაგრამ ჩვენ ახალ დემოკრატიას ვაშენებთ და თან იარაღის ლულა გვაქვს მოშორილი. ახალს ოკუპანტების არტილერია ამ ახალი სასახლის თაღს, ჩვენს ქალაქს უმიზნებს სულ რაღაც 40 კილომეტრიდან. მე ჩამოვედი აქ და ვარ თქვენთან ერთად, როდესაც ჩამოვედი არ იყო იდეალური ვითარება. დღეს მინდა მივესალმო ჩემს კოლეგებს და მეგობრებს, თქვენს ოჯახს, მეუღლეს და დედას. დიდი მადლობა იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. ეს ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ამერიკელი ხალხისგან მშვიდობის მისაღწევად. ჯოზეფ ბაიდენმა გაიხსენა მისი შარშანდელი ვიზიტი საქართველოში. მაშინ ჯერ კიდევ სენატორის რანგში ის რუსულ-ქართული ომის დაწყებიდან თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვიდა. იმ მხარდაჭერისთვის ჯოზეფ ბაიდენს მიხეილ სააკაშვილმა მადლობა ვახშამზე კიდევ ერთხელ გადაუხადა და საქართველოს უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ორდენი გადასცა. ყოველთვის მემახსოვრება გასული წლის აგვისტოს ის მომენტი, როდესაც ამ შენობასთან ძალიან ახლოს რესტორნის ტერასაზე ვისხედით. ჩვენ თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ, მაგრამ თქვენ უარი უთხარით მიმტანს, როდესაც მან სინათლის შაქრობა შემოგთავაზათ. ამჟამად ჩვენი ტერიტორიის 20% და სანაპირო ზოლის 2/3 ოკუპირებულია. ჩვენს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 5 მილიონ ადამიანზე ნაკლებს ითვლის, 500,000 პიროვნება იძულებული გახდა საკუთარი სახლებიდან, სოფლებიდან და ქალაქებიდან გამოქცეულიყო. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ შარშან იმავე რაოდენობის ჯარი შემოგვესია, რომელიც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში და 1979 წელს ავღანეთში შეიჭრა. მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია გაიგოს, რომ ჩვენ არასოდეს დავნებდები და ჩვენი მეგობრების დახმარებით გავაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას იმპერიალისტების წინააღმდეგ. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავხადო პრეზიდენტ ობამას მისი ძლიერი პოზიციისა და საკმაოდ შთამბეჭდავი განცხადებების გამო, რომელიც მან მოსკოვში გააკეთა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ უბრალოდ აქ ყოფნის გამო ყველაფერი იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, რაც საკეთებ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გააკეთებთ. მახსოვს თქვენი სატელეფონო ზარი გასულ წელს, როდესაც პირველად რუსული ტანკები შემოგრიალდნენ. უამრავი დასავლელი ლიდერი მირეკავდა და თანაგრძნობას მიდასტურებდა, მაგრამ თქვენ ამაზე მეტი გააკეთეთ. კონკრეტული რჩევები მომეცით და საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოყვანის პროგრამა განსაზღვრეთ. ისიც მახსოვს თუ რა მითხარით სექტემბერში, თქვენ ასე მომმართეთ, მისმინე მიშა, ახლა უამრავი ადამიანი გირეკავთ, მაგრამ სულ მალე ისინი ამას აღარ გააკეთებენ. მე კი არასოდეს მიგატოვებ და მუდამ თქვენთან ვიქნები, როდესაც ეს თქვენს ქვეყანას დასჭირდება. საქართველოს მხარდაჭერისთვის სულს გადმოგცეთ საქართველოს უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ორდენი, იმის ნიშნად, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. როდესაც ბოლოს ვიყავი, საქართველოში განსხვავებული ვითარება იყო. მე ვამაყობდი, რომ ვიდექი თქვენთან ერთად და ახლა კიდევ ერთხელ ჩამოვედი. ამერიკელმა სტუმარმა არაოფიციალურ ვახშამზე ვაშინგტონიდან ჩამოტანილი მთავარი გზავნილი გუშინვე გაახმოვანა. თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარდების რევოლუციაზე საუბარს დაუთმოდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ თემაზე ჯო ბაიდენი გაცილებით ემოციურად საუბრობდა, ვიდრე თავის დროზე საქართველოში სტუმრად მყოფი ჯორჯ ბუში.
მიზეზი რატომ თხოვა პრეზიდენტმა ობამამ ჩამოსულიყავის შემდეგია, რომ გამეკეთებინა ერთი ნათელი გზავნილი აბსოლუტურად ყველასათვის. ვინც დაინტერესებულია, მე თქვა, რომ ამერიკა გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას. მე ვარ აქ უპირველესად იმისთვის, რომ გითხრათ, თქვენი მისწრაფება დამოუკიდებლობისკენ არის წამახალისებელი ფაქტორი ჩვენთვის. ვარდების რევოლუციაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხის ხმა, რომელიც მშვიდობის მოყვარე ერია, არის მეტად მნიშვნელოვანი. რაც გააკეთეთ თქვენ ხალხმა, გაცდა ყველა საზღვრებს და დღეს ხედავთ, რომ ხალხი სხვადასხვა მოედნებზე გამოდის. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომელიც ჩვენი სასიცოცხლო პარტნიორია იმ პროგრესში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით მთელ მსოფლიოში. საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. არიან ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან ავღანეთში. უნდა დაგეხმაროთ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს როლს, ის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო არის ხიდი ბუნებრივი რესურსების გადინებისათვის დასავლეთისაკენ. შესაბამისად, გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მყარ საფუძველს ეყრდნობა. ჩვენ გეხმარებით, რომ გაღრმავდეს და გამტკიცდეს დემოკრატია და აუცილებელია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები არა მარტო მთავრობებს შორის, არამედ ჩვენ ხალხებს შორის. მივესალმებით ქართულ სტუდენტებს, რომლებიც ჩამოვლენ ამერიკულ უნივერსიტეტებში. უნდა დავეხმაროთ ბიზნესმენებს, რომ საქმიანობა წარმართონ. ეს დემოკრატიის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. უნდა დავამყაროთ მჭიდრო კავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოს შესაძლოა პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას დიდი როლი აკისრია. თქვენ ბრწყინვალე მაგალითი გვიჩვენეთ. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც აახალისებს სხვებსაც საკუთარ მისწრაფებაში მიაღწიოს დემოკრატიის სრულყოფას. სიტყვის ბოლოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სადღეგრძელოსთვის სასმისი მოითხოვა. ახლა რომ კონდეს ჭიქა ხელში და აივიღებ ამ ჭიქას, მინდა ავწიო ეს ჭიქა საქართველოსათვის, საქართველოს წარმატებას გაუმარჯოს, გაუმარჯოს საქართველოს მისწრაფებას, იყოს სუვერენული, დემოკრატიული და თავისუფალი.